ვილა მოსავალის ღვინოზე მოთხოვნა გაზრდილი. ამის შესახებ BMG-ის კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ შეყრილაძემ განუცხადა. მისი თქმით, მათ ღვინოებს წელს ახალი საექსპორტო ბაზრებიც დაემატა, მათ შორის არის ნორვეგია. ცნობისთვის, ვილა მოსავალის ღვინოები ძირითადად საექსპორტო ბაზრებზე გადის. კომპანია, რომელიც ოფიციალურად 2018 წლიდან ამოქმედდა, აქტიურად ექსპორტზე 2021 წლიდან გავიდა. აღსანიშნავია, რომ ვილა მოსავალი კახეთში, ქართლსა და იმერეთში 100 ჰექტარზე გაშენებულ ვენახებს მართავს და წლიურად მისი წარმოდობა 150,000 ბოთლი ღვინის წარმოება. კითხვაზე იგეგმება თუ არა ვენახების გაფართოება, ნიკოლოზ შეყრილაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არ გეგმავენ და ამის მიზეზი ჭარბი მოსავალია. საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს თბილისში მელიქიშვილის ქუჩაზე არსებულ ღვინის ქარხანა ნომერი 1-ის სარდაფში დაცული რარიტეტული ღვინოების უნიკალური კოლექცია გადაეცა, რომელიც 20,000-მდე ეგზემპლარს აერთიანებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პრეს-რელიზის თანახმად, ამ კოლექციის სრულფასოვანი შესწავლის შემდეგ შეირჩევა უნიკალური ლოტები, რომლებიც აუქციონზე გავა. ენოთეკის ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრიც დაესწრო. კოლექცია მე-19 საუკუნიდან იწყება და მასში დაცულია ნაპოლეონ ბონაპარტესთან, ალექსანდრე მესამესთან, ნიკოლოზ მეორესთან, იოსებ სტალინთან და სხვა ისტორიულ ფიგურებთან დაკავშირებული უნიკალური ნიმუშები. წინასწარ უცნობია კოლექციის რა ნაწილი შეიძლება განთავსდეს აუქციონზე, ამისთვის ჯერ სააგენტომ ნიმუშები უნდა შეისწავლოს და სრულად აღწეროს და ადგინოს მათი გამოშვების წელი. მოახდინოს ბრენდის და კოლექციის იდენტიფიკაცია, მთავრობის ინფორმაციით უნიკალური ენოთეკის გახსნა და მისი შესწავლა შესაძლებლობას იძლევა ქართული ღვინო კიდევ ერთხელ მოექცეს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში და წარმოადგენელი ნიმუშები მსოფლიოს მსხვილი აუქციონების ლოდებად იქცეს. ქართულმა კრეატიულმა სააგენტო Playmakers-მა აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სარეკლამო ფესტივალზე კიაფის Grand Prix Best of Contests 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა PSP-თვის შექმნილი კამპანიით ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ. კამპანია ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ Playmakers-სა და PSP-ს თანამშრომლობის ფარგლებში დამოუკიდებლობის დღისთვის შეიქმნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა ვიზამ ქუთაისის აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯის პროექტში 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ მან ლაუნჯის გახსნისას განაცხადა. პროექტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ საერთაშორისო კომპანია ვიზასთან თანამშრომლობით შეასრულა. ახალი სივრცე მგზავრეს საშუალებას მისცემს გაფრენამდე დრო კომფორტულად გაატარონ და შესაბამისი სერვისებით ისარგებლონ. ბიზნეს ლაუნჯი აეროპორტის გაფრენის დარბაზში პირველ და მეორე სართულზეა განთავსებული და ერთდროულად 70 ადამიანს მოემსახურება. მომდევნო 5 წლის განმავლობაში სივრცე ვიზას კონცეფციით იქნება გაფორმებული. ქართული სტრაფიკოების ბრენდი Burger Lions-ი მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს იწყებს და წარმოების გაფართოებას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებლისა და მმართველი პარტნიორის ნიკა სამადაშვილის განცხადებით, ბრენდის რიგით მეხუთე ფილიალი ვარკეთილში განთავსდება და განსხვავებული კონცეფციის იქნება. ამასთან ერთად კომპანია საკუთარ საწარმოს სიმძლავრეებს ზრდის და B2B მიმართულების განვითარებას გეგმავს. როგორც ნიკა სამადაშვილმა BMG-ის ბიზნეს კვირეულთან ინტერვიუში განუმარტა, ახალი ობიექტის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება, რისთვისაც მიწის ნაკვეთი უკვე შეძენილია. ინფრასტრუქტურულ გაფართოებასთან ერთად Burger Lions-ი დიდ ყურადღებას უთმობს წარმოების სრულ ციკლს. კომპანია ადგილზე საკუთარ საწარმოში ამზადებს ფორფუნდ შოუს, სოუსებსა და ხორცს პროდუქტებს. სამომავლო გეგმებში კი პროდუქციის სხვა კომპანიებისთვის მიწოდებად შედის.